ეკის სანახების შემდგომ ჩვენი სენაკის ექსპედიცია ამჯერად ეწვია ძველ სენაკს. მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და მივდივართ კვარჩღალის მღვიმის დასაზვერად აღმოსაჩენად. ჩვენმა მეგობრებმა სპელეოლოგიური ჯგუფი ეგრისი გამოგვიგზავნა ზუსტი კოორდინატები ამ მღვიმის და მის სანახავად მივდივართ. ეს კი არის მდინარე კვარჩღალის სათავე, რომელიც იბადება აი ამ ადგილიდან. ესეც არის გარკვეულწილად მღვიმე, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბის. აქედან როგორი საინტერესო ხავსებია და ბუნებრივი გარემო. და ეს არის სოფელი კვარჩღალის ტერიტორია, რომელიც ამჯერად არის დაცარიელებული, უკაცური ადგილია, თუმცა დაახლოებით 100 წლის წინ აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანს ალბათ ვერ ვიტყვით, მაგრამ არც თუ პატარა სოფელი იყო, რომელსაც ერქვა კვარჩღალი. აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, ჯანჯღავები და ზოგიერთი სხვა გვარის წარმომადგენლებიც, მაგრამ შემდგომ ისინი საკმაოდ რთული მოსასვლელია და ამიტომ ზოგიერთი თავისი ნებით, ზოგიერთი მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ გაასახლა აქედან და გაშენდა ტუნგოს მეურნეობა. აი ტუნგოს ხეები აქ ჩანს კიდევაც. და ახლა არის მიტოვებული სოფელი. ჩვენ ნასახლარებს აქ გზაში შევხვდით კიდევაც. და ამ პატარა მდინარის ხეობას თუ გაუყვებით, ის შემდგომ უერთდება ჯერ მდინარე გურძემიას და შემდგომ დაახლოებით 100 მეტრის შემდეგ ერთად ჩაედინებიან მდინარე ტეხურში. მაგრამ საინტერესო არის ამ პატარა მდინარე ხელის, ასე ვთქვათ, მიმართულება. თუ ვთქვათ სამეგრელოში და ზოგადად ამ რეგიონში მდინარეები ძირითადად მიედინებიან ასე იგი ჩრდილო აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ანუ შავი ზღვის მიმართულებით და განსაკუთრებით ამ უნაგირას ქედის მდინარეები, ესე იგი ჩრდილოეთიდან, ესე იგი სამხრეთ დასავლეთით, ეს მდინარე საპირისპირო მხარეს მიედინება, ანუ დაქანება აქვს აღმოსავლეთის მხრიდან, რაც არაბუნებრივია და სწორედ ამ არაბუნებრიობაზე მეტყველებს სახელწოდება კვარჩღალი, რაც ნიშნავს უკუღმაღელეს. როგორც ვიცით, მეორეც არის ასეთი მდინარე უკვე ეკში, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ძველი სენაკის კვარჩღალზე. ხედავთ როგორი გაუვალი ტყეებია, ეკალბარდები გვხდება გზაზე საკმაოდ ბევრი და თუმცა ძალიან საინტერესო აქაურობა და მიმზიდველია ამავდროულად და ჩვენ დაგიბრუნდებით უშუალოდ მღვიმის ტერიტორიიდან სულ მალე.